მოსკოვში რუსმა დეპუტატებმა იგივე საკითხი დააყენეს, რაც თბილისში კომპარტიის აკრძალვის, მაგრამ გორბაჩოვს ამ პარტიის გენერალურ მდივანსა და ლიდერს რეალურად შეეშინდა. აპირებ თუ არა კომპარტიის წმენდას და ხომ მართვლით, რომ სოციალიზმი უნდა განიდევნოს საბჭოთა კავშირის ტერიტორიიდან. მეორე, ხომ მართვლით, რომ საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია უნდა გაუქმდეს როგორც დამნაშავე ორგანიზაცია. Вопрос поставлен в предельно откровенной форме. უკიდურესად გულწრფელ კითხვას უკიდურესად გულწრფელად პასუხობ. თუ დასვამ საბჭოთა კავშირის ტერიტორიიდან სოციალიზმის განდევნის საკითხს, ამ ამოცანას ვერ შევასრულებ, იმიტომ რომ ეს იქნება ჯვაროსნული ლაშქრობის მორიგი ვარიანტი. Потому что это очередной вариант крестовых походов. თანამდებობაცა და თავისუფლებას დაკარგა კგბ-ს ხელმძღვანელმა კრიუჩკოვმა. Содержание неплохие. პირობები როგორც ხედავთ, ცუდი არ არის. გაცილებით უარესით შეიძლებოდა. ნეგატიური ზეგავლენა არ ხდება. მიდის ინტენსიური დაკითხვა. დღეს წერილი მიუწერე მიხეილ გორბაჩოვს. მიუწერე რომ დიდ პატივს ვცემ. მინდა იცოდეს რას ვფიქრობ. მგონია არაფერი ჩამიდენია ცხოვრებაში ისეთი, რის გამოც სამშობლო ნაწყენი უნდა იყოს ჩემზე. ახლა რომ შემეძლოს მოbrunება 5-6 დღით ადრე, სრულიად განსხვავებულად მოვიქცეოდი და არ ვიჯდებოდი თავისუფლების აღკვეთის პირობებში. დაიჭირეს მარშალი იაზოვიც. ოღონდ იმან უკვე იქამდე შეინანა, სანამ ბორკილებს დაადებდნენ. Дорогой Михаил Сергеевич. ძვირფასო მიხეილ სერგის ზევ. ნოემბერში შეიარაღებულ ძალებში ჩემი უწყვეტი სამსახურის 50 წელი სრულდება. მე ბებერმა სულელმა მივიღე მონაწილეობა ამ ავანტიურაში, რასაც ძალიან ნანობდა გთხოვთ პატიებას. ვგმობ ამ ავანტიურას და სიცოცხლის ბოლომდე დამწვავ სირცხვილი რომ თქვენ, ხალხი და ქვეყანა დაუღუპე. Эту авантюру ეს ვიდეოც რატომღაც მხოლოდ წლების შემდეგ გამოქვეყნა. კიდევ წლების შემდეგ კი მარშალმა ძალიან საინტერესო რამე თქვა და ისევ კამერის წინ. Заговора не было. ახლა ვიღაცა შეიძლება გაუკვირდა იაზოვი რომ 10 წლის შემდეგ ისევ სამხედრო ფორმით ზის და თამამად საუბრობს. რუსეთია ეგ. 1 წლის შემდეგ უკვე ელცინმა ყველა დაკავებული შეიწყალა. წოდება და ჯილდოები არც ჩამოურთმევიათ. 1994 წელს სახელობითი პისტოლეტი დააჯილდოვეს იაზოვი და ჯერ თავდაცვის მინისტრის მრჩევლად, შემდეგ კი გენერალურ ინსპექტორად დანიშნეს. მოკლედ, იმავნებლა სანამ ჯანმრთელობა ჰქონდა და 2020 წელს სამხედრო პატივით, ლაფეტით, ქვემეხების ბათქითა და მარშით პუტინის გლოვით დაკრძალეს. სხვანაირად შეინანა საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრმა პუგომ. წლების შემდეგ მისი შვილი ინტერვიუში მიანიშნებდა, რომ პუჩისტები გორბაჩოვმა აიყოლია და მოატყუა. Горбачев брал деньги. გორბაჩოვი რომ ჩამოვიდა თვითმფრინავიდან და რომ აჩვენებდნენ, რომ დაიწყო ლაპარაკი თითქოს იზოლირებული იყო, მამა მიხვდა, რომ გორბაჩოვმა ყველა მოატყუა. ეგ ხომ ყველა მიცის, არავის მოუქცევია იზოლაციაში, თვითონ მოიქცია თავი და ელოდებოდა, როდის რა მოხდებოდა. მამა ჩემს ძალიან სწამდა გორბაჩოვის. ხატი იყო მისთვის, პლანეტარული მასშტაბის ადამიანი. პუგოს გვერდით იპოვნეს მისი მომოკვდავი ცოლი. ჭრილობები ორივეს ქონდა მიყენებული მინისტრის იარაღით. ოღონდ იატაკზე 3 მასრა ექთო.